გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს 22 ივნისია. მსოფლიო ისტორიაში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი, რომელიც საერთოდ არსებულა პლანეტის ისტორიაში. 1941 წლის 22 ივნისს ფაშისტური გერმანია და მისი მოკავშირეები თავს დაესხნენ საბჭოთა კავშირს. საბჭოთა კავშირში გამოცხადდა დიდი სამამულო ომი და ამ დიდ სამამულო ომს საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ემსხვერპლა 27 მილიონი ადამიანი. მათ შორის 300,000 ქართველი, რომლებიც იბრძოდნენ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. 700,000 იყო ფრონტზე გაწვეული. ეს იყო ერთ-ერთი უდიდესი რაოდენობა პროცენტული შემადგენლობით, რადგან იმ პერიოდის საქართველოს მოსახლეობა შეადგენდა 3,100,000 დაახლოებით. სხვადასხვა ინფორმაციებით 3,500,000, თუმცა სარწმუნო წყაროებიდან, რომელიც გადავიმოწმებია, 3,100,000 შეადგენდა, 700,000 მეომარი იქნა გაგზავნილი. ჩვენ ქართველებს ამ ბრძოლაში, ამ ომში ლომის წვლილი გვაქვს შეტანილი. ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელი მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე ფრონტზე გაგზავნილი ჯარისკაცებით, ასევე პროცენტული რაოდენობით ქართველები ვიყავით ყველაზე მეტი, რომლებმაც სამეთაურო რგოლში, გენერალიტეტში ასევე მონაწილეობა მიიღო. 75 გენერალი იყო საქართველოსდან მეორე მსოფლიო ომში, ვინც მონაწილეობდა. მათ შორის უდიდესი გენერლები, გენერალისიმუსი იოსებ სტალინი, მარშალი ბერია და სხვა, ახლა საერთოდ ჩამოთვლას აღარ გავყვები. ეთნიკურად საქართველოსდან, ესე რომ ვთქვათ, 77 გენერლიდან 15 იყო ეთნიკურად არა ქართველი, მაგრამ საქართველოს შვილი, საქართველოში დაბადებული და გაზრდილი, დანარჩენი იყვნენ ქართველები. დიახ, ამ ბრძოლამ და ამ ომმა აჩვენა მსოფლიოს ქართველის ჭკუა, მებრძოლი ბუნება, თავდადება და უამრავი გმირი გვყავდა. დღესდღეობითაც ეს ისტორია მივიწყებასაა მიცემული, იმიტომ რომ თუნდაც დღეს 2026 წელს არც ერთ ტელევიზიას ეს არ გაუხსენებია, ეს ტრაგიკული თარიღი და პირიქით სხვანაირად უყურებენ ამ ყველაფერს, ვითომ და ეს ყველაფერი იყო თურმე რუსეთისთვის დაღვრილი სისხლი და ესე შემდეგ. ნუ ახლა მე ამ დაბალი დონის ადამიანებთან სალაპარაკო არაფერი არ მაქვს, ეს იყო მსოფლიო ომი, სადაც პლანეტის ბედი წყდებოდა და ქართველებმა ჩვენი წვლილი შევიტანეთ, რომელიც იყო გადამწყვეტი. ხშირად არასწორი ინფორმაციები ვრცელდება ამ საკითხებთან დაკავშირებით. დღეს მით უმეტეს აღარავინ აღარ იკვლევს ამ ყველაფერს და დასავლური პროპაგანდიდან გამომდინარე 9 მაისის აღნიშვნაც კი ეგრეხებათ, სიმართლე გითხრათ. ბოლო დროს დაიწყეს რაღაცა ხმის ამოღება, მაგრამ ევროპის დღე ჩაატნიეს 9 მაისთან დაკავშირებით. ასევე ბევრი უკნიდან განათლებული ქართველი 8 მაისს აღნიშნავს ამ დღეს, ისე როგორც შიგ ევროპელები და ესე შემდეგ და ხდება დაკნინება საერთო ჯამში იმ ლომის წვლილის, რომელიც ქართველებმა შევიტანეთ ამ ომის მოგებაში და რა მინდა გითხრათ, იცით, ეს ყველაფერი დავიწყებული არ არის. ჩვენი მხრიდან შეიძლება დავიწყებას ეძლევა ნელ-ნელა, მაგრამ აი მათი მხრიდან, ვინც იმ პერიოდში ომის ინიციატორები იყვნენ და ვინც საბჭოთა კავშირს დაესხნენ თავს, ნამდვილად არ არის დავიწყებული. თუ ვისთან დამარცხდნენ, თუ ვინ იყო ამ ყველაფრის სათავეში, ვინ ხელმძღვანელობდა ამ ომებს განსაკუთრებით. და ამიტომ, როდესაც ასეთ თემებზე მიდგება საუბარი, მე ხშირად ვამბობ, რომ ჩვენ მეორე მსოფლიო ომს არ გვაპატიებენ, ჩვენ განსაკუთრებით ქართველებს და ჩვენ არ დაგვივიწყებენ იმას, რომ სტალინი იყო ქართველი, ბერია იყო ქართველი, ქართველებმა
დროშა აღმართეს ბერლინში და ესე შემდეგ და ესე შემდეგ. ნუ ახლა ბრიყვებისთვის მე და იდიოტებთან საკამათო დრო ნამდვილად არ მაქვს, ამიტომ დღეს მინდა უბრალოდ ერთი ესეთი ბლოგი შემოგთავაზოთ, ორ ნაწილად მინდა გავყო ბლოგი. ბლოგის პირველი ნაწილი იქნება მიძღვნილი უშუალოდ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, რომ კარგად ვიყოთ საქმის კურსში თუ სინამდვილეში რა ხდებოდა ამ ომის დაწყების მომენტში და ასევე მეორე ნაწილი, რომელი ნაწილშიც ძალიან საინტერესო გაგრძელება ექნება ამ ყველაფერს და თქვენ ნახავთ, რომ მაშინდელი ფაშისტი გენერლები არსად არ წასულა და პირიქით ისინი სამსახურში იდგნენ და დგანან ჩვენი ეგრეთ წოდებული სტრატეგიული პარტნიორების თუ სანუკვარი ნატოს ბლოკის შემადგენლობაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მოკლედ, დავიწყოთ ყველაფერი იქედან, რომ პირველი და რაც მთავარი იყო, საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე გერმანია დაესხა საბჭოთა კავშირს. ეს არის აბსოლუტურად ტყუილი. ეს იყო გაერთიანებული ევროპული სარდლობა. აი თქვენ შეგიძლიათ ამ სლაიდზე, ეგრეთ წოდებულ სლაიდზე ნახოთ ძირითადად ის ქვეყნები, ვინ დაესხა საბჭოთა კავშირს თავს და მოკლე რეზიუმე არის გაკეთებული, შემდეგ შეგიძლიათ დააპაუზოთ და დეტალურად გადახედოთ. აქ არა მარტო ქვეყნებზე და ჯარისკაცებზე არის საუბარი, ასევე ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებითაც. და აი ეს როგორ გამოიყურებოდა ეს ყველაფერი 1951 წლის 22 ივნისს თუ რა რაოდენობის ჯარისკაცები იყვნენ შემოჭრილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე 4.300.000 ჯარისკაცი ეს იყო ოფიციალურად, თუმცა ხშირად სხვადასხვა წყაროებში ვაწყდებით სხვადასხვა ციფრებს და ეს არის 5.500.000 ჯარისკაცი ალტერნატიული, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ ახლა მე მინდა გიჩვენო თქვენ ოფიციალური მონაცემები, რომელი ოფიციალური მონაცემებიც ზოგადად არის მიღებული. და აი ამ შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვა ქვეყნები მონაწილეობდნენ, სხვადასხვა ჯარისკაცები მონაწილეობდნენ. სადღაც 2.812.000 ჯარისკაცი ეს იყო გერმანელი, დანარჩენი 1.5 ღერძის მოკავშირეები. და მე ახლა გაჩვენებ თქვენ თუ რომელი ქვეყნები და რომელი ქვეყნების რა რაოდენობის ჯარისკაცები იყო შემოჭრილი, დამატებითი ძალა, ესე რომ ვთქვათ, რუმინეთი, ფინეთი, იტალია, უნგრეთი, სლოვაკეთი, ესენი ოფიციალურად მონაწილე ქვეყნები და ეს არის მათი ჯარისკაცების რაოდენობა, მათი შეიარაღებული ძალების რაოდენობა, მაგრამ კიდევ არის ერთი საინტერესო დეტალი, რომელიც საინტერესო დეტალთან დაკავშირებითაც ასევე არ უყვართ საუბარი ჩემო-კარგებო. ეს არის ეგრეთ წოდებული მოხალისეები, რომელი მოხალისეებიც პატარა რაოდენობა არ იყო, დაახლოებით 9 მილიონს ცდებოდა ეს ყველაფერი, 5 მილიონი. ესა 522.000 ევროპელი მოხალისე იყო, რომლებიც იყვნენ დანია, ნორვეგია, ესტონეთი და სხვადასხვა ქვეყნებიდან. ახლა უფრო დეტალურად მე თქვენ გაგაცნობთ ამ სტატისტიკას, თუ საიდან და როგორ. ერთი წამით, წაგიკითხავთ. ეს ოფიციალური ქვეყნების გარდა ასევე არსებობდა არაოფიციალური მოხალისეთა ნაწილი, რომელი მოხალისეთა ნაწილიც შემდეგ რაოდენობას წარმოადგენდა. მოკლედ ეს იყო ესენი იყვნენ ალბანელები, 21 სამთო დივიზია, ეს იყო ბელგიელი მოხალისეები, რომლებიც SS-ის შემადგენლობაში იბრძოდნენ და საერთოდ 57% SS-ელები უცხო ქვეყნის არაგერმანელები იყვნენ, ასე რომ ვთქვათ. 22 ასევე მოხალისეთა სატანკო დივიზია ბელგიიდან SS-ის
ბატალიონები ვალონია და ლანგემარკი, ასევე ფლამინდიის ლეგიონი, ბულგარელები, ესენიც მოხალისეები იყვნენ, SS-ის ერთი ბრიგადა. ასევე იყო დიდი ბრიტანეთის ასე რომ ვთქვათ, საოკუპაციო ზონიდან და ესე შემდეგ სხვადასხვა ტერიტორიებიდან გადმობირებული ხალხი, ეს იყო არაბული ლეგიონი, თავისუფალი არაბეთი, ბრიტანელების მოხალისეთა კორპუსი, ინდოელების მოხალისეთა SS-ის ლეგიონი, თავისუფალი ინდოეთი. ასევე უნგრეთის გარდა, უნგრეთზე ვისაუბრეთ, SS-ის ბატალიონები იყვნენ დანიელები. მე-11 მოხალისეთა გრენადორთა, სატანკო გრენადორთა დივიზია, SS-ი ნორლანდი, ესეთი სახელწოდებით, 34 ასევე მოხალისეთა დივიზია, ლანსტომ ნედერლენდი, ასევე SS-ის კორპუსი დანამარკი და ასევე მოხალისე SS-ის კორპუსი შალბურგი. იტალიაზე აღარ შევჩერდები, ესენი ოფიციალურად მონაწილეობდნენ, ასევე ნიდერლანდებიდან იყვნენ, ჰოლანდიიდან და არა მარტო ჰოლანდიიდან. ჰოლანდია 70% არის ნიდერლანდების, მაგრამ დანარჩენიდან მე-11 მოხალისეთა სატანკო გრენადერთა ჯგუფი, ნორლანდი, 22 მოხალისეთა SS-ელთა კორპუსი, ასევე ნედერლენდი, 34 მოხალისეთა გრენადური დივიზია, ლანსტომ ნერლენდი და ასევე ფლამონის SS-ის ლეგიონი. ნორვეგიელები, ასევე იყო ნორვეგიის SS-ის ლეგიონი, ასევე იყო მოთხილამურეთა და სამთო SS-ელთა ლეგიონი, მე-11 სატანკო მოხალისეთა ლეგიონი და ასევე გრენადერთა SS დივიზია, SS-ი ნორლანდი, ესეც ნორვეგიელებიდან, პოლონელებიდან იყო ასევე გურალსკის მოხალისეთა ლეგიონი, SS-ელები, სერბებიდან იყვნენ ასევე სერბების მოხალისეთა ჯგუფი, ლატვიელები იყვნენ ძალიან ბევრი და ისინი იყვნენ ძირითადად SS-ელები, ეს იყო ლატვიის ლეგიონი, მოხალისეთა ლეგიონი, ასევე იყო გრენადერთა დივიზია SS-ის და მე-19 დივიზია, SS-ის დივიზია, ამ პატარა ქვეყნიდან ძალიან ბევრი SS-ელი იყო, თითქმის 1/13 ამ მიმართულებაზე. SS-ის ოფიცრები, რომლებიც განსაკუთრებით თავს იჩენდნენ კონცლაგერებში. ასევე ესტონელების დივიზია იყო, SS-ელების ერთი დივიზია იყო. ფინელები ოფიციალურად მონაწილეობდნენ, ძალიან ბევრი მონაწილეობდა. საინტერესო არის ფრანგული დივიზიები, ფრანგული ლეგიონი იბრძოდა, SS-ის ლეგიონი, რომელშიც 22 მოხალისეთა სატანკო კორპუსი, ვალონია იყო ესევე, 33 გრენადერთა დივიზია იყო ავად სახსენებელი შარლემანების ბატალიონი, რომელიც უკანასკნელი სისხლის წვეთამდე იცავდა 1 მაისს რეიხსტაგს და ისინი იყვნენ უკანასკნელი მცველები, რომლებმაც ესე რომ ვთქვათ, დაიცვეს უკანასკნელ სისხლის წვეთამდე მათი ეს რეიხსტაგი, ასევე ბენზენ პრეტორი, ესეც ფრანგული დივიზია იყო ბრიტანიის კორპუსიდან, ხორვატები ოფიციალურად მონაწილეობდნენ და აქაც არ შევჩერდები. ჩეხები, გურალსკის მოხალისეთა ლეგიონი და უკრაინელები, რა თქმა უნდა, ეს არის SS გალიჩინა, რომელიც უშუალოდ ბანდერას და შუხევიჩის სარდლობით მონაწილეობდნენ ამ ყველაფერში რა. აი, მთელი
მთელი არსი ამ ყველაფრის ის არის, რომ ამ იერიშში არ იყო მარტო გერმანული ნაწილები. აქ იყო გაერთიანებული ევროპის სარდლობა. რა თქმა უნდა, ამათ უამრავი შიდა მოღალატეები ყავდათ, იგივე ლასოველები, რომლებიც კოლაბორაციონისტები აღმოჩნდნენ, ტყვე-თაყვანის შემთხვევაში თანამშრომლობდნენ უპრობლემოდ, მაგრამ საერთო ჯამში აი ძირითადი ბირთვი ეს იყო დაახლოებით 4.300.000, ზოგიერთი მონაცემებით 5.500.000 ჯარისკაცი, რომელიც რა ვიცი, ერთი ათად თუ არა ორი თავით აღემატებოდა იმ პერიოდის საბჭოთა ჯარებს, რომლებიც დასავლეთის მიმართულებაზე იყვნენ გამაგრებული, მით უმეტეს უახლესი ტექნიკა, კბილებამდე შეიარაღებული, ახალი ტაქტიკა, ბლიცკრიკი, რომელიც ჰქონდათ გერმანელებს შემუშავებული და საინტერესო არის აი ეს ეკონომიკური საკითხიც კიდე აქ ორი ძირითადი მაქვს აღებული. ყოველი მესამე ტანკი ეს წარმოებული იყო ჩეხების მიერ. საერთოდ ჩეხები იყვნენ განსაკუთრებულად აი კლასიკური კოლაბორაციონისტები. ჩეხეთი მაშინ ფაშისტებმა გააუქმეს როგორც სახელმწიფო, საერთოდ ლიკვიდაცია გაუკეთეს და ჩეხები ბოლომდე იქამდე სადღაც როდესაც რეიხსტაგი დაცემული იყო 1945 წლის 6 მაისს ჩააბარეს ბოლო პარტია შეიარაღების, რომელიც შეიარაღებაც უკვე არავის აღარაფერში აღარ ჭირდებოდა, ბერლინში უკვე კაპიტულაციაზე ფიქრობდნენ, მაგრამ პრაღაში ჯერ კიდევ მიმდინარეობდა გერმანელების კბილებამდე შეიარაღება და ბერლინის აღების შემდეგ მოხდა კაპიტულაცია პრაღის და ზუსტად საბჭოთა ჯარები იყვნენ, რომლებმაც ჩეხეთს გენერალი კონიევი იყო უშუალოდ ვინც მონაწილეობდა, სტალინი იყო, რომელმაც ჩეხებს როგორც ლიკვიდირებული სახელმწიფო აღუდგინა. მაგრამ აი როგორც ხედავთ, მათი კოლაბორაცია და მათი თანამშრომლობა ეს იყო ჰიტლერის მიმართ და ისინი ყველას თავისი მიზნები ჰქონდა, ისევე როგორც რუმინელებს, ისევე როგორც უნგრელებს. მათი მიზნები იყო, რომ საბჭოთა კავშირის ტერიტორიები დაეპყროთ, მიეტაცებიათ. უნგრელებს ჰქონდათ სურვილი ეგრეთ წოდებული ზაკარპატია და ცხოვრები უნგრული ტერიტორიები, რომელიც სხვათა შორის მისცა იმ პერიოდში ჰიტლერმა, მაგრამ როდესაც დამარცხდა ომი, შემდეგ სტალინმა დასაჯა და ისევ ჩამოართვა ეს ტერიტორიები. ну, მოკლედ, მე ისი თქვა მინდა. მე მინდა ერთი რაღაცის თქვა, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იბრძოდა მთელი გაერთიანებული ევროპა. აი ფრანგები მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ საბჭოთა ბანაკებში იყო 23.000 ფრანგი ტყვე. 23.000 ფრანგი ტყვე. და აქტიურად თანამშრომლობდნენ ჰიტლერთან, როგორც მოხალისე ნაციონალისტების ფაშისტური იდეის ცალკე სასაუბრო თემა არის, ასევე ადამიანები, რომლებიც ამაზე ფულს შეუვლობდნენ, იგივე ეკონომიკური კონცერნები, რომლებიც ფლოტს და ესე შემდეგ მომარაგებაში უზარმაზარ ფულს შეუვლობდნენ. საერთოდ ფრანგების დანაკარგი მეორე მსოფლიო ომში იყო 600.000, მათ არ უნდათ ომი, პირველი მსოფლიო ომი ძალიან წარეთ ახსოვდათ, პირველი მსოფლიო ომში იყო 5 მილიონი დანაკარგი, 5-დან 6 მილიონამდე არის საუბარი, ამიტომ მისი გამეორება მათ ნამდვილად არ უნდათ. მაგრამ აი თვითონ ეს ციფრების რაოდენობაც კარგად აჩვენებს თუ რა დონის ბრძოლები გამართეს მათ, როდესაც დღეს იცახიან, რომ აი ფრანგები გამარჯვებულები, ევროპა გამარჯვებულები. არა, ტყუილია ეს ყველაფერი. ომის მეორე მსოფლიო ომის ყოველ შემთხვევაში დასავლეთ ფრონტზე 70-80% ეს იყო მთლიანად საბჭოთა ჯარის და სტალინის დამსახურება. მაგრამ საინტერესო არის შემდეგი რამ. ეხლა მეორე ბლოგში, რომელიც უნდა შემოგთავაზოთ, ადრე მქონდა ეს ბლოგი დადებული და მინდა ნახოთ, არსად არ წასულა სოლიდარობა ფაშისტების მიმართ და ნიურნბერგის პროცესის გარდა პასუხი პრაქტიკულად არავის არ უგია და უფრო მეტიც. საბჭოელებთან გამოცდილი გერმანელი ფაშისტი გენერლები აქტიურად ჩაებდნენ ნატოს შეიარაღებულ ძალებში და ათწლეულების მანძილზე ისინი იყვნენ
ნატოს გენერლები და ეს არის ერთი და ორი ათეულობით იყო ეს ხალხი მაღალ თანამდებობ ხაზს უსვა მაღალ თანამდებობებზე რომლებიც უშუალოდ სარდლები იყვნენ და ისინი თავის დროზე იყვნენ გერმანელების მაღალი თანამდებობის პირები და ვისაც გაინტერესებს ძალიან საინტერესო ბლოგი მინდა მეორე ნაწილში შემოგთავაზოთ უშუალოდ ამ საკითხთან დაკავშირებით და ნახეთ, გაერკვიეთ ამ ყველაფერში თუ რას წარმოადგენდა ეს სამხედრო ბლოკი დაწყებიდან და დღესდღეობით სინამდვილეში ვინ არიან ესენი. იგივე ევროკავშირთან დაკავშირებით, რომელიც არიან პირდაპირ ფაშისტი შთამომავლები, ამასთან დაკავშირებით მაქვს გაკეთებული ბლოგი, ვისაც გაინტერესებს, შემიძლია გაჩვენოთ. მოკლედ, ეს დღე არის მსოფლიო ისტორიის საკუთრება, რომელიც ტრაგიკული თარიღი არის და საერთოდ მე მიმაჩნია, რომ საერთოდ კაცობრიობის გამყოფი ხაზი იყო ეს ყველაფერი, რაზეც უნდა დაფიქრებულიყვნენ, მაგრამ ფაქტია, რომ ის მიზნები და ის დამოკიდებულება, რაც მაშინდელ ევროპას ჰქონდა საბჭოთა კავშირის მიმართ, ის მიზნები და ის დამოკიდებულება, რომელი დამოკიდებულებაც ჰქონდათ პირველ მსოფლიო ომში რუსეთის იმპერიის მიმართ, ის დამოკიდებულება, რაც თავის დროზე ჰქონდა ნაპოლეონს რუსეთის იმპერიის მიმართ, არც დღეს არ წასულა, ისინი არიან გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგები, რომლებმაც ერთმანეთი უნდა გაანადგურონ ბრძოლის ველზე, ამიტომაც რუსებსაც აქვთ ეს განცდა, რა თქმა უნდა, ეს არც ევროპაში დავიწყებიათ და ამ გეოპოლიტიკური ჭიდილის ველად ამჟამად არის უკრაინა და ეს გეოპოლიტიკური ჭიდილი გრძელდება პრაქტიკულად ერთი და იგივე მიმართულებაზე, ეს არის აღმოსავლეთ ევროპის ვაკე და იდეალურად ამ ყველაფერს უკრაინა შეესაბამება, შემდეგ პოლონეთი, შემდეგი მეორე, ასე რომ ვთქვათ, ბარიერი უკვე და შემდეგ უკვე გერმანია. პროცესები პრაქტიკულად მეორდება, ისტორია გვასწავლის, რომ ის ხალხს არაფერს არ ასწავლის, არადა ვინც ისტორიას არ სწავლობს და ვინც ისტორიაზე არ ფიქრობს და ივიწყებს, ის აუცილებლად გაიმეორებს იმ უბედურებას, რაც მას წარსულში გადახდა. მოკლედ ეს არის ბლოგის პირველი ნაწილი, ახლა კი მინდა შემოგთავაზოთ მეორე ნაწილი, რომელიც არის უშუალოდ სიღრმისეული და დეტალური, აი ამ წმინდა შიგ ევროპულ ქვეყნებში და წმინდა შიგ ნატოში ფაშისტი გენერლები როგორ და რანაირად, როგორ მაღალ თანამდებობებზე მსახურობდნენ და ვინ შექმნა ეს ყველაფერი, საიდან მოხდა, როგორ მოხდა, მე გირჩევდით, რომ დაინტერესებულმა ადამიანებმა ყველამ ნახეთ ბოლომდე. და ძალიან ბევრი რაღაცა გახდება თქვენთვის ცნობილი. მაშასი, ახლა კი შეუდგეთ საქმეს და მოდი ყველაფერს გააჩნია საწყისი ბუნებაში, თავისთავად ორგანიზაცია ნატოსაც გააჩნდა თავისი საწყისი თავის დროზე ჩამოყალიბების მომენტში. ორგანიზაცია ნატო, რომელიც საქართველოში განსაკუთრებით საკრალურია და გასაკრალურებული არის, ოდესმე გვეღირსება ქართველებს მისი წევრობა, შესაძლოა არა მარტო საქართველოში, იგივე უკრაინაში, რის გამოც იქცევა ქვეყანა და მოკლედ არის კიდე რამოდენიმე მიმართულება ეს ჯენზი თაობის უსაკრალურესი ორგანიზაცია, წმინდა ნატო. 1959 წლის 4 აპრილს შეიქმნა ორგანიზაცია ნატო. ვაშინგტონში მოეწერა ხელი, მისი შემქმნელები იყო 11 ევროპული ქვეყანა, 2 ამერიკული ქვეყანა და ამ ქვეყნების მთავრობებმა გადაწყვიტეს, რომ მათ უნდა ჰქონოდათ კოლექტიური უსაფრთხოების ქონგა. რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი? ამ ყველაფრის მიზეზი ბევრი რამ იყო, მაგრამ უმთავრესი მიზეზი იყო საბჭოთა კავშირი. საბჭოთა კავშირი, რომელმაც არც ისე დიდი ხნის წინ, დაახლოებით 4 წლის წინ, ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად დაამარცხა მსოფლიოს ბოროტება, ფაშიზმი. მაგრამ 4 წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, გუშინდელი მოკავშირეები დღევანდელი მტრები გახდნენ, ამიტომ დასავლეთის ბანაკმა გადაწყვიტა, რომ მათ უნდა ჰქონოდათ თავისი უსაფრთხოების ქონგა, სადაც საბჭოთა კავშირის და სოციალისტური ქვეყნების ადგილი არ იქნებოდა. ის თუ რა ხდებოდა 1945 წლიდან 1959 წლამდე, ეს ცალკე ისტორიაა.
ძალიან დიდი და ძალიან საინტერესო. საკმარისი არის თქვათ ის, რომ გუშინდელი მოკავშირეები, რომლებიც ერთმანეთს ეხმარებოდნენ და ერთმანეთის გვერდით მხარდამხარ იბრძოდნენ, მშვიდობიანობის პერიოდში ერთმანეთის მტრები გახდნენ. ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი იდეოლოგია იყო. საბჭოთა კავშირი თავისი იდეოლოგიით ცხოვრობდა, დასავლეთი თავისი იდეოლოგიით ცხოვრობდა. საბჭოთა კავშირის თავისი ეკონომიკური სისტემა ჰქონდა, დასავლეთს თავისი ეკონომიკური სისტემა ჰქონდა. ამიტომ ერთი მეორესთან როგორც წყალი და ზეთი შეუზავებელი იყო ამ ორი ბანაკის თანამშრომლობა. ამ სიტუაციის ალბათ ყველაზე ზუსტი შეფასება შემდეგნაირად შეიძლება მოხდეს. ქარიშხლის დროს დადებულ ფიცს ზიანამინჩი ივიწყებენ. მოკლედ ასეც მოხდა. საბჭოთა კავშირი და დასავლეთი ამ დღიდან უკვე დაუძინებელი მტრები იყვნენ ერთმანეთის და მზად იყო ორივე მხარე ერთმანეთისთვის იარაღი დაემიზნებიათ. როგორც გითხარით, ამ თემასთან დაკავშირებით თუ რა მოხდა ბოლო 4 წლის მანძილზე, საუბარი შორს წაგვიყვანს და ცალკე ბლოგის თემა. ესეც თუ დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ მომწეროთ ან მოიწონოთ და აუცილებლად გავაკეთებ ამ საკითხთან დაკავშირებით ბლოგსაც, თუ რა მოხდა 45-49 წლის პერიოდში. დამიჯერეთ, ძალიან საინტერესო არის ეს მომენტი. წინა ბლოგის დროს მე თქვენ გაჩვენეთ აი ეს სურათი, რომელშიც იყო სახელები, გვარები და თანამდებობები მითითებული ადამიანების, რომლებიც თავის დროზე ფაშისტები იყვნენ, შემდეგ კი ნატოს ჯარებში მსახურობდნენ. Ну, რა თქმა უნდა, ამ საკითხთან დაკავშირებით უამრავი წივილი, კივილი, ჩხივილი არსებობდა საქართველოში და არა მარტო საქართველოში, მთელს მსოფლიოში იყო ატეხილი ერთი ამბავი, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ აი ეს და არა მარტო ეს აბსოლუტური სიმართლე არის. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნაცისტებს მძიმე დრო დაუდგათ. მათი ადგილი არათუ გერმანიაში, არამედ მთლიანად ევროპაში აღარ დარჩა. დამარცხებული იყო გერმანია, დამარცხებული იყო იტალია. სტალინის მოთხოვნით კი უნდა შექმნილიყო საერთაშორისო ტრიბუნალი, რომელზეც ყველა ნაცისტი დამნაშავე უნდა გასამართლებულიყო. აქედან გამომდინარე, ნაცისტებს მხოლოდ ორადორი გზა ჰქონდათ. გზა პირველი, რომელიც ითვალისწინებდა შემდეგ რამეს. მათ ხელთ არსებული ყველა ინფორმაციის შეგროვება და შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობა, ჩაბარება. ხოლო მეორე გზა უფრო რისკიანი იყო, მაგრამ ისიც არსებობდა. დღეს ალბათ ბევრისთვის წარმოუდგენელი არის, მაგრამ დამარცხებულ ფაშისტებს იმ დროისთვის მაშველად ორი ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაცია მოევლინა. ეს იყო წითელი ჯვარი და ასევე ვატიკანი, რომის პაპი. საინტერესო არის ის, რომ უშუალოდ ფაშისტების მფარველობას ალიოს ხუდალი ახორციელებდა, ეპისკოპოსი ვატიკანიდან. დიახ, ის უქმნიდა ფაშისტებს დოკუმენტებს, სხვა სახელზე, სხვა გვარზე, რომლის მეშვეობითაც ისინი ევროპიდან სამხრეთ ამერიკაში, კერძოდ კი არგენტინაში ახდენდნენ ემიგრაციას. თუმცა ფაშისტებისთვის ჯოჯოხეთად ქცეულ დედამიწაზე არგენტინა ერთადერთი ოაზისი არ ყოფილა. ფაშისტებმა ნაცვაყუდელი ნახეს პარაგვაიში, ბრაზილიაში და სხვა სამხრეთ ამერიკულ ქვეყნებში. თუმცა არა მარტო სამხრეთ ამერიკულ ქვეყნებში, რაზეც თქვენ მოგვიანებით გაიგებთ. რაც შეეხება ამ საკითხს, თუ სად დაიმალენ და სად დაიკარგნენ ფაშისტები და მათი შთამომავლები, თუ თქვენ დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში და თუ თქვენი სურვილი იქნება ამ საკითხთან დაკავშირებითაც აუცილებლად გავაკეთებ ვიდეო ბლოგს. ალბათ ბევრისთვის გასაკვირად, მაგრამ ფაშისტებმა თავშესაფარი ასევე ნახეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ქვეყანა, რომელიც თვითონ ფაშიზმის დამარცხებაში მონაწილეობდა, ასევე ნიურნბერგის პროცესში მონაწილეობდა და ფაშისტ დამნაშავეებს ასამართლებდა. თავად ევროპაში ომს 250,000 ამერიკელი ჯარისკაცი შეწირა. მიუხედავად ამისა, ამერიკის შეერთებული შტატები იყო ის ქვეყანა, რომლებიც ნაცისტ დამნაშავეებს ორივე ხელით გახარებული იხუტებდა გულში. მაგრამ ნაცისტების გულში ჩახუტება უანგაროდ არ ხდებოდა. ნაცისტებს უნდა ჰქონოდათ რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ეს იქნებოდა დაზვერვასთან დაკავშირებული, რაიმე მეცნიერულ ნაშრომებთან დაკავშირებული, რომელიც მესამე რეიხში წარმატებით ხდებოდა, მათ შორის ექსპერიმენტები ადამიანებზე და ესე შემდეგ.
ან მათ უნდა ჰქონოდათ რაიმე განსაკუთრებული გამოცდილება. ამ მიზნით ამერიკელებმა სპეციალური სამსახური შექმნეს, რომელიც ფაშისტების ფილტრაციას ახდენდა. არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა სამხედრო დანაშაულს. თავარი იყო რა გამოცდილებას ფლობდა, რა ინფორმაცია გააჩნდა და რა უნარების პატრონი იყო. ასევე არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა ეთნიკურ ნიშანს, იყო გერმანელი თუ არ იყო გერმანელი. ამ ყველაფრის მაგალითისთვის ერთი ხორვატი ჯალათის მაგალითიც ეყოფა. პიტერ ბრისცა, რომელიც ბალკანეთის ოკუპაციის დროს ფაშისტების მხარეს იბრძოდა. შემდეგ კი დანიშნული იყო ტყვეთა ბანაკის ხელმძღვანელად. პიტერ ბრისცას ეკუთვნის რეკორდი ადამიანის მკვლელობაში. ერთ ღამეში 1394 სერბის მკვლელობა, რომელსაც ასევე გამოგონილი ჰქონდა სპეციალური კაცის მოსაკლავი იარაღი, რომელსაც სერბოსეკი ერქვა. არ ვიცი, ამერიკელებმა ამ ადამიანში რა სპეციალური უნარი აღმოაჩინეს და დაინახეს, მაგრამ ის თავისთან წაიყვანეს. 1970-იან წლებში მაშინდელი იუგოსლავია განსაკუთრებით ითხოვდა ფაშისტი დამნაშავის ექსტრადაციას, თუმცა ამერიკელებმა პირობა შეასრულეს და პიტერ ბრისცა არავისთვის არ გადაუციათ. 1970-იან წლებში პიტერ ბრისცას კვალი უზოუკლოდ გაქრა. რა თქმა უნდა, ის სარგებლობდა ამერიკელების სპეციალური პროგრამით, რომელზეც სახელმწიფო ზრუნავდა. ვიცი, ამ ბლოგს ერთი ამბავი მოყვება. უკნიდან განათლებულები და ეპშტეინის კოალიციის ტაშის მკვლელები, რა თქმა უნდა, კომენტარებში დაწერენ, რომ ეს რუსული პროპაგანდაა და რომ ეს ყველაფერი თურმე პუტინის დავალებით ხდება, რომელსაც მე ვასრულებ, ამიტომ მე მათთვის მოვამზადე სპეციალური წამალი. 2014 წელს გაზეთმა New York Times-მა დაბეჭდა გახმაურებული სტატია. ასევე გახმაურებული სათაურით. ცივი ომის დროს ამერიკის შეერთებული შტატები აგენტებად იყენებდნენ 1000 ნაცისტ დამნაშავეს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. საინტერესო არის ის ფაქტი, რომ მაშინდელი CRU-ს და FBR-ის შეფები, ალენ დალესი და ედვარდ ჰუვერდი თვლიდნენ, რომ ნაცისტი დამნაშავეების გამოცდილება და უნარი ბევრად მეტი მნიშვნელოვანი იყო, რომელიც მათ საბჭოთა კავშირთან ბრძოლაში დააგროვეს, ვიდრე მათი მორალური მხარე, ის დანაშაულებები, რომლებიც კაცობრიობის წინაშე ჩაიდინეს ფაშისტური გერმანიის დროს. ყველაფერი კი შემდეგნაირად დაიწყო. თქვენს წინაშეა ნაცისტების გენერალ-ლეიტენანტი რეიხან გელენი. პიროვნება ძალიან დიდი გამოცდილებით და ძალიან დიდი ცოდნით. მან გენერალ-ლეიტენანტობა 1945 წლის 9 აპრილს მიიღო. გააცნობიერა რა, რომ ომი წაგებულია და გერმანიის საქმე ცუდად მიდის, მან გადაწყვიტა დაეტოვებია სამსახური, გაიყვანა ოჯახი, რომელსაც ჯერ ბავარიაში გადამალავდა უსაფრთხოდ, რათა საბჭოელებს არ ჩავარდნოდა ხელში. თავად კი რამოდენიმე თანაშემწესთან ერთად გადაიღო აბსოლუტურად ყველანაირი ინფორმაციის კლონი და სადღაც ავსტრიის მთებში დამალულიყო. შესაბამისი მომენტისთვის კი ჩაბარებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებს თავისი ინფორმაციით. 1945 წლის 22 მაისს რეიხან გელენი ჩაბარდა ამერიკელებს და ასე რომ ვთქვათ, შეუფასებელი ინფორმაცია გადასცა. ცნობისთვის რომ იცოდეთ, ვინ იყო რეიხან გელენი. ეს ადამიანი იყო გერმანული კონტრდაზვერვის სამსახურის აბვერის ოფიცერი. ძალიან წარმატებული ოფიცერი იყო. მისი მუშაობის შედეგად შეიძლება მისი ნამუშევრების პიკად ჩაითვალოს შემდეგი რამ. მან 1942 წელს შეძლო ის, რაც არავის არ გამოსვლია შემდეგ, არც მანამდე და არც მის შემდეგ. ჩაატარა ოპერაცია სახელწოდებით ფლამინგო. რას ითვალისწინებდა ოპერაცია ფლამინგო? საბჭოთა ტყვეებში აარჩია მაღალი ჩინის ოფიცერი, მიშნევსკი გვარად, რომლის ბიოგრაფია შეისწავლა დეტალურად და თანამშრომლობა შესთავაზა. მან შესთავაზა, რომ მიშნევსკი იქნებოდა შესაბამისი ლეგენდით გაქცეული გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკიდან და იმ მტკიცებულებებით, რაც ბერიას კგბ-სთვის აღმოჩნდებოდა urqevi მტკიცებულება მისი გაქცევის შესახებ, რათა ეჭვი არ შეეტანათ და ის იქნებოდა საბჭოთა კავშირის გენერალურ შტაბში ჩანერგილი გერმანიის აგენტი, საიდანაც მოაწოდებდა ინფორმაციებს გერმანიას. სანაცვლოდ
გელენი მიშნევსკის შეპირდა მისი ოჯახის უსაფრთხოებას, რომელიც გერმანელების უკვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდა. ეს ფანდი აღმოჩნდა ძალიან წარმატებული. საბჭოელებმა დაიჯერეს მათი უკვე გაღალატებული ოფიცრის ლეგენდა და მიშნევსკი სამსახურში დააბრუნეს მას შემდეგ, რაც ის გამოიქცა ვითომ გერმანული ბანაკებიდან და პრაქტიკულად გერმანელი შტერლიცის როლს ასრულებდა საბჭოთა ჯარში. რაც შეეხება გელენის ისტორიას, გელენმა სრულიად ინფორმაცია, რომელიც ძირითადად მას ევალებოდა ბოლო დროს აღმოსავლეთის ფრონტის მიმართულებაზე, აგენტურული მუშაობა, უკაცრავად ერთიანად მოაგროვა და ამ მონაცემებით თანამშრომლობა შესთავაზა ამერიკელებს, რადგან ომი დასრულდებოდა, დასავლეთის ამერიკელებს აუცილებლად დასჭირდებოდათ ინფორმაცია საბჭოთა კავშირის შესახებ და იმ ღრმა აგენტურული ქსელების შესახებ, რომელიც გელენს და ნაცისტებს უკვე გაჭრილი ჰქონდათ. თუ არა ნაცისტები, აბა ვინ უკეთესად იცნობდნენ საბჭოთა კავშირს, მასთან ბრძოლის მეთოდებს, რომლებიც ბოლო 4 წლის მანძილზე სამდრო სასიცოცხლო ბრძოლაში იყვნენ ჩაბმულები. და გელენმა თავისი კონტაქტებით, თავისი არქივებით, თავისი მტკიცებულებებით მიაშურა ამერიკელებს, რომლებმაც სიამოვნებით ჩაიბარეს გელენი, წაიყვანეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ყავდათ ცოტა ხანი, რამოდენიმე წელიწადი და მას შემდეგ, როდესაც უკვე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა იქნა ფორმირებული, დასავლეთ გერმანია, გელენი გამოგზავნეს დასავლეთ გერმანიის კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსად. რა თქმა უნდა, გელენმა ყველაზე კარგად იცოდა მისი თანამებრძოლების დადებითი და უარყოფითი მხარეები. ამიტომ საკადრო პოლიტიკის ფორმირებას გელენი ჩაუდგა სათავეში. მისი პირველი კადრი, ერთ-ერთი პირველი კადრი, ვინც იქნა შერჩეული, ეს იყო გერმანელი პილოტი იოჰანეს შტაინჰოფი. ლუფტვაფეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ასი საბჭოელებთან ბრძოლაში გამოცდილი პილოტი, რომელიც 1945 წელს ავარიაში მოყვა და ძიმედ დაზიანდა, დამტვრეული ჰქონდა სახის ძვლები და 2 წელი მისი ჰოსპიტალირება გახდა საჭირო. თუმცა გელენის მფარველმა ხელმა მოიძებნა შტაინჰოფი და ის გერმანული სამხედრო საჰაერო ძალების აღდგენისთვის საჭირო კადრად გამოაცხადა. ის სათავეში ჩაუდგა ჯერ ახლად შექმნილ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო საჰაერო ძალებს, თუმცა მოგვიანებით უკვე გენერლის ჩინი მიიღო და ნატოს შეიარაღებული ძალების ალიანსის სტრუქტურებში მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ ჩაიბარა ნატოს სამხედრო კომიტეტის მიმართულება. აი ეს არის შტაინჰოფი, მანამდე სანამ მოხვდებოდა ავარიაში და ფაშისტებთან მსახურობდა, ეს კი მას შემდეგ, რაც მონაწილეობდა უკვე ნატოს შეიარაღებული ძალების, სამხედრო საჰაერო ძალების და სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელად გენერლის ჩინში. ეს არის ერთ-ერთი მათგანი, რომლებიც მე თქვენ გაჩვენეთ ფოტოზე, იმ 8 ოფიცერთაგანი. ჩვენი ბლოგის შემდეგი გმირი ჰანს შპენდელია. ეს იყო ძალიან გამოცდილი სამხედრო პირი, რომელიც ჯერ კიდე ჰიტლერის დროს იკავებდა დიდ თანამდებობას და აქტიურად მონაწილეობდა საფრანგეთის ოკუპაციაში. მას პირადად ვერ იტანდა საფრანგეთის გმირი და შემდეგ პრეზიდენტი შარლ დე გოლი. 1957 წელს ის პირადად ეწინააღმდეგებოდა ევროპაში ნატოს შეიარაღებული ძალების სარდლის თანამდებობაზე ჰანს შპინდელის დანიშვნას, თუმცა უშედეგოდ. მისი ექსტრადაცია არაერთხელ
მოითხოვა საბჭოთა კავშირმა როგორც სამხედრო დამნაშავის. თუმცა, რა თქმა უნდა, უშედეგოდ და მან ბოლომდე იმსახურა, ბოლომდე მოიხადა თავისი მისია ნატოს შეიარაღებულ ძალებში. აღმოსავლეთ გერმანიაში იქნა გამოცემული წიგნი, სპეციალური წიგნი, რომელსაც სახელწოდებით ერქვა ოპერაცია ტევტონური მახვილი. სადაც თავმოყრილი იყო ამ ვაჟბატონის და არა მარტო ამ ვაჟბატონის იმ პერიოდის ნატოს ოფიცრების სამხედრო დანაშაულები აღმოსავლეთ გერმანიის და არა მარტო გერმანიის ფრონტზე. ზოგადად, კაცობრიობის წინაშე. თუმცა, რა თქმა უნდა, უშედეგოდ, როდესაც მან დაასრულა თავისი მოღვაწეობა ამის შემდეგ, სრულიად ვალი როდესაც მოიხადა, აღნიშნული თანამდებობა დატოვა და მოგვიანებით არჩეული იქნა გერმანიის საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის პრეზიდენტად. დაიმახსოვრეთ, ჰანს შპიდელი ჯერ კიდე მარჯვენა ხელი საფრანგეთში ჰიტლერის, შემდეგ ნატოს გამოჩენილი სარდალი. ჩვენი ბლოგის შემდეგი გმირი არის ბობოლა ნაცისტი, რომელიც ჰიტლერის ერთ-ერთი მარჯვენა ხელი იყო, ნამდვილად ეს არის ადოლფ ჰოიზინგერი. დაბადებული 1897 წლის 4 აგვისტოს, გარდაიცვალა 1982 წლის 30 ნოემბერს. გერმანელი სამხედრო მოღვაწე, გენერალი 1957 წლიდან. მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური გერმანიის სახმელეთო ჯარების გენერალური შტაბის ოპერატიული განყოფილების უფროსი იყო. ომის შემდეგ ბუნდესვერის გენერალური ინსპექტორი, მოგვიანებით ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე. ჰოიზინგერი ნიურნბერგის პროცესზე გადიოდა, მაგრამ ყურადღებით აქ როგორც მოწმე სამხედრო დანაშაულის და არა დამნაშავე. მსგავსი რამ გონებაში ძნელად დასატევია თუ გაითვალისწინებთ რა თანამდებობა ეკავა მას. ჰიტლერის დროს ჰოიზინგერი მესამე იყო იმ ჩინოსანთა იერარქიაში, რომლებსაც ვერმახტის სახმელეთო ოპერაციების დაგეგმვა და შესრულება ევალებოდა. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ 1961 წელს ვაშინგტონში სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე დანიშნულიყო. იმავე წელს სსრგ დაჟინებით მოითხოვდა ჰოიზინგერის როგორც სამხედრო დამნაშავის გადაცემას, რომელიც პასუხისმგებელი იყო სსრგ-ს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულების. მაგრამ რა თქმა უნდა, უშედეგოდ. დაუფასდა ამერიკელებთან თანამშრომლობა, იქნა გამოყენებული ნიურნბერგის პროცესზე, შემდეგ ამერიკის უსაფრთხოებას ემსახურებოდა, შემდეგ კი ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე იყო. დაიმახსოვრეთ, ადოლფ ჰოიზინგერი. ჩვენი ბლოგის შემდეგი გმირი კი ერნესტ ვებერი არის. მოკლედ, ეს ვაჟბატონი ვერმახტის შემადგენლობაში უმაღლესი სარდლობის საორგანიზაციო განყოფილებაში მსახურობდა. ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. დიდი თანამდებობის მქონე პირი იყო, რომელმაც ვიცე-პოლკოვნიკის ჩინში დაასრულა ომი. ომის დასრულების შემდეგ ის ამერიკულ ტყვეობაში აღმოჩნდა, სადაც გაიარა დამუშავება და დამუშავების შემდეგ, რა თქმა უნდა, სად იმუშავებდა იქ, სადაც გელენი იყო. გადაიყვანა თავისთან, თავისი ერთ დროს თანამებრძოლი და 1973 წელს ის გახდა გენერალი, რომელმაც ჩაიბარა ევროპაში ნატოს ძალების მთავარ სარდლის პოსტი. ეს ვაჟბატონი არის, რომელიც შემდეგ იქნა დაფასებული, დაჯილდოვებული და ხელმძღვანელობდა ნატოს უსაფრთხოების ძალებს. ჩვენი შემდეგი გმირი ასევე ვერმახტის ოფიცერი იყო, რომელიც შემდეგ დემოკრატიული ნატოს გენერალი გახდა. ეს არის ფრანც იოსეფ შოლცი. ფრანც იოსეფ შოლცი, მართალია მეორე მსოფლიო ომის დროს მაღალი თანამდებობის პირი არ ყოფილა, თუმცა ბრძოლაში თავი გამოიჩინა, რომელიც იყო ბატარეის მეთაური, რომელმაც შეაჩერა ბრიტანელების
სატანკო არმადების წინსვლა ხანმოკლე ტყვეობის შემდეგ პოლიტიკისგან და ომისგან შორს მდგომ სფეროში მუშაობდა, შემდეგ კი რა თქმა უნდა გამოჩნდა ჩვენი ბლოგის მთავარი გმირი გელენი, რომელმაც ძველ თანამებრძოლებში ის აღმოაჩინა, მოძებნა, შემდეგ კი კარიერა ბუნდესვერში, ნატოს შეიარაღებულ ძალებში გაიკეთა. ამ კარიერის კულმინაცია კი ის გახდა, რომ 1977 წელს შნელი, რომელიც ჩვენი გმირი იყო ასევე ერთ-ერთი და იყო ცენტრალური ევროპის ძალების სარდალი, მის ჩამნაცვლებლად იქნა გადაყვანილი დემოკრატიული ნატოს შეიარაღებულ ძალებში. თავის დროზე იყო გამოჩენილი სამხედრო, რომელმაც უბრალოდ თავი გამოიჩინა ბრძოლაში და დაჯილდოვებული იყო ფაშისტების შესაბამისი ორდენით. შემდეგ კი ნატოს გენერალი გახდა. იცით რა შეასაქმე, უამრავი ჩინოვნიკი არის ფაშისტები, რომლებიც სხვადასხვა თანამდებობებზე სხვადასხვა ქვეყნებში იყვნენ, მაგრამ ეხლა მე უბრალოდ საუბრობ უშუალოდ ნატოს სტრუქტურებში და უშუალოდ ნატოს სტრუქტურებში მაღალ თანამდებობაზე ყოფილ ფაშისტ ჩინოვნიკებზე. ფაშისტი, რომელიც ახლა უნდა შემოგთავაზოთ, ეს შულცისგან განსხვავებით შთამომავლობითი ფაშისტია. ის არ არის მარტო ჰიტლერის შეიარაღებული ძალების ოფიცერი და ნატოს შეიარაღებული ძალების ოფიცერი. მას მამაც გენერალი ყავდა. თქვენს წინაშია გენერალი ფრიდონ ფონ ზეგ უნდერ ეტერლინგი. სატანკო ჯარების გენერლის ვაჟი, რომელიც 1944 წელს მარჯვენა ხელში დაიჭრა, მარჯვენა ხელი დაკარგა და ამის შემდეგ ფრონტის დატოვება მოუწია. თუმცა მეორე მსოფლიო ომის დასასრულს ის მსახურობდა სახმელეთო ჯარების უმაღლეს სარდლობაში ადიუტანტად. ხანმოკლე ტყვეობის შემდეგ იურისპრუდენციის სფეროში დაიწყო მუშაობა. 1956 წელს ეს წელი კარგად დაიმახსოვრეთ. შეუერთდა ახლად შექმნილ ბუნდესვერს, სადაც ტანკების გამოცდით იყო დაკავებული. ნატოს სამხედრო სტრუქტურებში მისმა მრავალწლიანმა მოღვაწეობამ გენერლის ჩინამდე მიაღწია. 1979 წელს ცენტრალურ ევროპაში ალიანსის ძალების მთავარსარდლის პოსტზე დაინიშნა. მოკლედ რომ იცოდეთ შემდეგში ვინ იყო ეს ვაჟბატონი, აი აქ ნატოში წამომჯდარი, ეს კი მისი მამა, რომელიც ასევე ჰიტლერის შეიარაღებული ძალების სატანკო არმადების გენერალი იყო და რომელმაც შვილით სამხედრო გაზარდა. ეს ისე ცნობისთვის მაინც რო ვიცოდეთ, ვისთანა გვაქვს საქმე. ახლა კი მინდა შემოგთავაზოთ ჩვენი ბლოგის ბოლო გმირი და ეს გახლავთ იოჰან ფონ კილმანსენგი. მეორე მსოფლიო ომის დროს ის მსახურობდა ბერლინში, გენერალური შტაბის პოლკოვნიკად. ასევე იყო მათ შორის, რომელმაც იცოდნენ 1944 წელს ჰიტლერის წინააღმდეგ შეთქმულების მომზადება. თუმცა მტკიცებულებების არ ქონის გამო, მაშინ ის სასჯელს გადაურჩა. ომის დასრულების შემდეგ ის ტყვედ ჩაუვარდა დასავლეთის მოკავშირეებს, სადაც ცოტა ხანი გაატარა ბანაკში დამუშავების შემდეგ. სამოქალაქოზე პროფესიის გარეთ მუშაობდა. სხვა რაც საქმეებით ირჩენდა თავს, თუმცა გელენის გამოჩენამ მასაც როგორც მის წინამორბედებს დიდი წყალობა მოუტანა. ის მალევე დაუბრუნდა 1956 წლიდან დაუბრუნდა გერმანული შეიარაღებული ძალების მშენებლობას, ხოლო 1967 წელს გენერლის ჩინით დაინიშნა ცენტრალურ ევროპაში ნატოს ძალების მთავარ სარდლად. აი, ევროპაში ალიანსის ოფიცერთა იერარქიის მეორე უმაღლესი საფეხური იყო ეს მისი თანამდებობა. აი ეს გახლავთ ეს ვაჟბატონი, რომელიც შემდეგ იქნა დაჯილდოვებული მედლით დამსახურებებისთვის. მოკლედ, ჩემო კარგებო, ეს იყო ის პიროვნებები, რომელი პიროვნებების უშუალოდ მონაწილეობდნენ მეორე მსოფლიო ომში, იყვნენ მაღალი თანამდებობის პირები ძირითადად და შემდეგ გახდნენ
ნატოს შეიარაღებული ძალების სარდლები. ასე რომ ფოტო, რომელიც მე თქვენ წინა ბლოგის დროს გაჩვენეთ, აი ეს ფოტო და ზოგიერთმა ეჭვი შეიტანა, რომ ასე არ იქნებოდა, ისე არ იქნებოდა, ეს არის მათი ბიოგრაფიები, უშუალოდ მათი ბიოგრაფიები, ვინც მაღალ თანამდებობაზე მსახურობდნენ ჯერ ფაშისტების ხელში, იყვნენ დაჯილდოებული, ჰქონდათ მაღალი ჩინები მიღებული და შემდეგ იყვნენ ნატოს ოფიცრები. ამიტომ შეგიძლიათ თავადაც გადაამოწმოთ აბსოლუტურად თითოეულის ინფორმაცია. იცით რა შეასაქმე, ენას ძვალი არ აქვს. ისინი ათასნაირ გამართლებას მოუპოვებენ იმას, რომ ესენი საჭირო იყო, მათ არ ჩაუდენიათ დანაშაული და რა თქმა უნდა, ალენ დალესის დამოკიდებულება ამ ყველაფერთან დაკავშირებით ის, რომ მათი მორალური მხარე, რომელიც მორალური მხარეც მეორე მსოფლიო ომის დროს ადამიანების ხოცვა-ჟლეტვას ეხებოდა, ნაკლებად საინტერესო არის, რადგან მათი გამოცდილება საბჭოთა კავშირთან ომისთვის უფრო მეტი მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის. აი ეს ორგანიზაცია არის. ახლა დღევანდელი საქართველო ისეთი საქართველო არის, სადაც სტალინის ძეგლებს საკუთარი ხელით ვანგრევთ, სადაც მისი დადგმა არ შეიძლება, სადაც მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების მემორიალებს ჩვენივე ხელით ვანგრევთ და ალბათ ეს ბევრისთვის აბსოლუტურად ნორმალური არის, რომ ეს ფაშისტები აქ მსახურობდნენ, მაგრამ მე მინდა გითხრათ ერთი ელემენტარული რაღაცა. ბლოგი, რომელიც მე თქვენ შემოგთავაზეთ, წინა ბლოგი, სადაც გესაუბრეთ ევროკავშირის ხელმძღვანელობის წინაპრებზე, რომელთა ბაბუები, მაღალი თანამდებობის ელიტის პირები იყვნენ ფაშისტები. და სამოქალაქო საზოგადოებაში ისინი არიან ახლა შთამომავლები. სამხედრო თვალსაზრისით ესენი იყვნენ უშუალოდ მონაწილეები და პირდაპირ შთამომავლები კი არა, უშუალოდ მონაწილეები და ამათი პირდაპირ შთამომავლები, რა თქმა უნდა, შეიარაღებულ ძალებში არიან და ნატო სტრუქტურებში არიან. რა თქმა უნდა, მათ კიდე არ გინდა ამხელა დამარცხების შემდეგ, რომლებსაც არც პასუხი უგიათ, არც გასამართლებულან და არაფერი მათ არ მოსვლიათ, რა თქმა უნდა, აქვთ იმის განცდა, რომ ისინი დამარცხდნენ თავის დროზე და შთამომავლობამ რამენაირად რევანში უნდა აიღოს. ამიტომ, როდესაც ხდება ესეთი მოვლენები, რასაც ხედავთ უკრაინაში, რაც ხდებოდა მაგალითად იუგოსლავიაში თავის დროზე, ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე, რა თქმა უნდა, აი ამ ძალიდან არის მართული, წახალისებული და ამ ყველაფერში ისინი შურს ძიობენ იმ ქვეყნის მემკვიდრეებზე, რომელმა ქვეყნებმაც ისინი დაამარცხეს, თავიანთი წინაპრები დაამარცხეს თავის დროს. ამიტომ მათი პოლიტიკის შედეგი იყო და რა თქმა უნდა, რუსეთში უგუნური პოლიტიკის შედეგი იყო, რომ საბჭოთა კავშირის ქვეყნები ერთმანეთთან ომობენ და ამ ომიდან ვერ ამოვიდნენ. რაც შეეხება იმ ფაქტს, რასაც ქვია მილიტარისტული ლიბერალიზმი, რომელიც შიგადაშიგ ამოტივტივდება ნაციონალური გამოხტომებით ლიბერალურ სამყაროში. ესეთი გამოვლენა ჰქონდა მაგალითად თავის დროზე სააკაშვილს, რომელიც ულტრალიბერალურ პოლიტიკას ატარებდა, ფაშისტურ პოლიტიკას ატარებდა საკუთარი ერის მიმართ, მაგრამ ამავდროულად პერიოდულად ჰქონდა ესეთი მილიტარისტული გამოკიდებულება და აი ტერიტორიების დაბრუნებასთან 2008 წლის ომამდე და შემდეგაც, თუნდაც საომარი რიტორიკა. და ეს ნაციონალიზმის ფაქტორები ლიბერალურ სამყაროში. აიღეთ იგივე უკრაინა, რომელსაც ულტრალიბერალური ხელმძღვანელი ყავს, არაფერი ნაციონალიზმთან და არაფერი ეროვნულობასთან ზელენსკის არ აკავშირებს, მაგრამ როგორი ძლიერი არის თვითონ ამ ლიბერალიზმის შიგნით თავად ეს ნაციონალისტური კი არა, ფაშისტური პოლიტიკა, იმიტომ რომ იგივე უკრაინის ბატალიონები აზოვი პირდაპირ მემკვიდრეობით და არა მარტო აზოვი, აიდარი ესე შემდეგ არა მარტო ემბლემებით იმეორებდნენ, მათი გამოთქმები, იგივე თუნდაც ბევრი უკრაინელი ჩინოვნიკი პირდაპირ კოპირებდა ფაშისტურ ბატალიონებს, რომლებიც და ფაშისტ ლიდერებს, მაგალითად ერთ-ერთის გამოთქმა იყო ეიხმანის ცნობილი ფაშისტი იდეოლოგის სიტყვა, როდესაც ის ამბობდა, რომ
თუ თქვენ გინდათ ნაცია გაანადგუროთ, უნდა გაანადგუროთ ბავშვები, რადგან სისხლის ამღები არ დარჩება ერში, რომელიც შემდეგ ამის გამო სისხლს აიღებს. მათ დარჩათ შთამომავლები, ისინი ცდილობენ სისხლი აიღონ. ეხლა როგორ ფიქრობთ, აი ამ ხალხს გენეტიკურად ქართველების, სტალინის სამშობლოს მიმართ, ქანთარიას სამშობლოს მიმართ, იმ 300,000 მებრძოლის მიმართ, როგორი დამოკიდებულება უნდა გქონდეთ, როგორი ექნებათ და როგორ ორგანიზაციებში გვინდა გაწევრიანება. საერთოდ საქართველოში ამ კუთხით ამ ყველაფრისთვის არავის არ უყურებია. რაც შეეხება იმას, რომ თვითონ ეს ფაშიზმის ფენომენი არსად არ წასულა, ისევ და ისევ უკრაინას მიუბრუნდებით და თუნდაც აი ეს ფაშისტები, რომლებიც დაახვედრეს სტეპან ბენდერას და მათი საძმოს წარმომადგენლები, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხლები არიან კანადაში. როგორც ხედავთ, უამრავი დამნაშავე დაუსხლტა მართლმსაჯულებას და უფრო მეცაც გეტყვით, ნიურნბერგის ტრიბუნალი სტალინის ინიციატივა და საბჭოთა კავშირის მოთხოვნა იყო, რომ დასავლეთის ქვეყნებს საერთოდ არ უნდათ ნიურნბერგის პროცესის ჩატარება, ისინი პირიქით სარგებლობდნენ იმ მოვლენით, რაც მოხდა და ყველამ კარგად იცოდა, რომ საბჭოთა კავშირის და დასავლეთის ქვეყნების დაახლოება მეორე მსოფლიო ომში და მათ მიერ სამოკავშირეო ომის წარმოება ეს იყო სიტუაციური მოკავშირეობა და არა ბუნებრივი მოკავშირეობა. აქედან გამომდინარე, მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ომი დამთავრდებოდა და ხელახლა დაიწყებოდა ყველაფერი. და რაც შემდეგ ცივ ომში გადავიდა, ესე გადავიდა და მოვიდა აქამდე. მოკლედ ძალიან ბევრი საინტერესო თემა არის. თითოეულ სჭირდება ჩაღრმავება, თითოეულ სჭირდება გაანალიზება. ეს არის ზღვაში წვეთი, რადგან იგივე სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში არის უამრავი ქალაქები, დიასპორები, რომლებიც პირდაპირ შთამომავლები არიან ფაშიზმის. და მე ერთ სიტყვაში განსაკუთრებით ვეთანხმები რეიგანს, თუ ოდესმე ამერიკაში მოვა ფაშიზმი, ის მოვა ლიბერალიზმის ნიღბითო და ლიბერალიზმის ნიღბით ნამდვილად მოსული არის საქართველოში დიდი ხანია ფაშიზმი. ამიტომ ამ ყველაფერს დაფიქრება ჭირდება, ამ ყველაფერს გააზრება ჭირდება და ყველაფერს სჭირდება დეტალური შესწავლა. არა ზედმეტი, არა ესე რომ ვთქვათ, რაღაცა გაუნათლებელი ადამიანების დონეზე რაღაც შეთქმულების მარტო თუმცა არა ზოგი ხშირ შემთხვევაში შეთქმულების თეორიები აღმოჩნდება, მაგრამ მე ვამბობ გადაჭარბებული შეთქმულების თეორიების მოყვარულებზე. არის ძალიან ბევრი რამე ლოგიკური დასაბუთებით. მათ შორის დამოკიდებულება ახლა არის ისეთი, რომ აი ეს ნატო, რომელიც წარმოადგენს თურმე დემოკრატიის და რა ვიცი თავისუფლების ბლოკს, ეს თურმე სოფლიოს გადარჩენა ყოფილა და სინამდვილეში რაც აღმოჩნდა ქართველებმა საკუთარ თავზე ძალიან კარგად გამოუცადეთ რა არის ეს ორგანიზაცია და როგორი ღირებულებები გააჩნია და როგორი ყურადღებას იჩენს საქართველოს და ქართველების მიმართ, მაგრამ არსებობს ესეთი თეორიაც მათ შორის, რომ ეს არის სახეცვლილი ფაშისტური ორგანიზაცია და ემბლემების ახსნა, ასე შემდეგ. დღეს როგორც თქვენ ნახეთ ამ ბლოგში არანაირი მსგავსი რაღაცა შეთქმულების თეორიებზე არ ყოფილა საუბარი, არანაირი მისტიკასთან არ აქვს საქმე, ჯობია მოვიცილოთ ეს მისტიკა და რეალურად შევხედოთ ყველაფერს. რეალურად კი ფაქტი არის ის, რომ ფაშისტები, რომლებმაც მოახერხეს დასავლეთის ქვეყნებში გაქცევა, მათ შეძლეს ეთანამშრომლად დასავლეთის ხელისუფლებისთვის, რომლებმაც შემდეგ დაუფასეს ეს თანამშრომლობა და სხვადასხვა დიდ თანამდებობებზე გააგრძელეს მუშაობა და გააგრძელეს ის, რასაც ახორციელებდნენ 1941 წლიდან. და რა ვიცი, თუ ამას ჩვენ არ დაუკვირდებით და თუ ამას ჩვენ არ გავიაზრებთ, მაშინ რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო და ბოლო 35 წლის მანძილზე რაც მოგდის და საერთოდ ისტორიას ვინც ვერ იაზრებს, იმას მომავალი არ გააჩნია. მით უმეტეს ქართველებს, რომლებსაც ყველაფერი გვიწერია ჩვენ ისტორიაში და კარგად უნდა გვახსოვდეს თუნდაც ის, რომ თხას უთხრეს, გელი მოკვდა 4-ხამ, ნავარდიქნა გაიქცა, თხაო რა გაგხარებია, განა სამგლეთი დაიქცა, იმას რომ ლეკვები დარჩა, ისინიც გლებად მაიქცაო და აი მგლის ლეკვები დასავლეთიდან, სამხრეთიდან, ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და ჩვენ კიდე ერთმანეთი ვჭამოთ და ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორი დემოკრატიულ დასავლეთში მოგვიწევს ცხოვრება. დემოკრატიულში არა, მაგრამ ეს დასავლეთში კი მოგვიწევს ცხოვრება.
როგორში ცხოვრობ დღეს. მოკლედ, დიდი მადლობა მინდა ყველას გადაგიხადოთ ყურადღებისთვის, შემოგვერთით Telegram-ის არხზე, გამოიწერეთ არხი, დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი, რას ფიქრობთ, როგორ ფიქრობთ, რა მოგეწონათ, რა არ მოგეწონათ, თქვენი სურვილი რო იყოს, რას შეცვლით მითხრათ, ესეც დაწერეთ, მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც ჯანსაღ კრიტიკას ვერ იტანს. ოღონდ თუ დაწერეთ, ახლა ისეთი არ დაწეროთ, აი უგუნა განათლებულები რო წერენ და არგუმენტირებულ კრიტიკას მივესალმები, პირიქით მადლობას გადაგიხდით, ვინც თავს შეიწუხეთ და არგუმენტირებულ კრიტიკას დაწერთ. დანარჩენი კიდე გამოიწერეთ გვერდი, გააზიარეთ და რა ვიცი, თუ კი თქვენ მოგწონთ ეს ფორმატი, მე მოვალშიც გავაგრძელებ საინტერესო თემების ამ ფორმით გადმოცემას და ვნახოთ იქნება რამენაირად ერთად მივიტანოთ საზოგადოებამდე სიმართლე. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის, კარგად ბრძანდებოდეთ.